აი სიტუაცია ომში შენაც ნახე კონკრეტულად ახლა რეზერვისტის სტატუსით რო იყავი წასული და აი მითხარი რა კონკრეტულად რა ნახე საშინელება ვნახე აი რა ნახე რაც აფხაზეთზე ქაოსი ვნახე რა ყველა უნდა დავდგეთ ახლა და დავემორჩილოთ მიხეილ სააკაშვილის შეერაღებული ძალების უმაღლეს მთავარს ამით მე ვამაყობ იმიტომ რომ თუ შნო ქონდა ომი არ უნდა დაწყებულიყო არ გვეყვე შნო ხო დაიწყო ომი და მე ჩავთვალე რომ მეფორმა უნდა ჩამესვა მანამ ნაგავიარე და პირველი დამთრგუნველი გამანადგურებელი მოვიდა ეს თავრობა იაკობაშვილი მოვარდნენ როგორც იცი ან რატო დარბიან ხოლმე ამ მე ნერვიულად ახლა კაი ომია მაგრამ ლადო გურგენიძე მოვიდა იაკობაშვილი მოვიდა ლომაია და გურგენიძეს ნუ ელაპარაკე იცით მეთქი რას შეეჭიდეთ და ხო იცით რა რუს რო ურახუნეთ დაგვარწყავენ მეთქი რა დატყნარდიო კაცო საიტები წავიკითხე წამოსვლის წინო და არაპირებენ თავდასხმას აი მეთქი ვასოა გვენცადე ჩემი მეგობარი გავხედე ვასოს და იმასაც შავგრემანი ბიჭია მაგრამ გაგწერი წავიდა და ფორუმჯი და წავიდა თან მაგარი და რუსთავიორმა ჭიშკრიდან ჩართვა გააკეთა ნუ ხო უნდა მოიფიქრო ესეთი რაღაცა რომ რეზერვისტები იკრიბებიან ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აქ იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები მოსული ეხა ყვითელი ავტობუსებით რეზერვისტები დაადგილდებიან გორისკენ და ბრახ აწუჩი დასწრეს სასადილოს ერთი ვიცი დანამდვილებით რომ ტელევიზიით გადმოსცეს რუსთავიორმა გადმოსცა აი აქედან დააწიკო რა ყოფილა მთელი მუღამი ჩვენი იქ წაყვანის რეზერვისტების რომ მეორე დღეს ჩამოიტანეს 9-ში კი არ და 8-შივე ტრიბუნა რო დაატარეს ხოლმე წითელი ხალიჩები და თქვენ ხარ ჩემი ბატონი ორი სატვირთო დროშები და რეზერვისტები რისთვის ყოფილვარ რომ ტრასაზე უნდა დამდგარიყავით დროშებით რომ სააკაშვილს ესე იმას ბრეჟნევი რო იყო მანქანა ხელამოწეული უნდა შესულიყო ცხინვალში რატომ მოაბრუნეს მე-4 ბრიგადა და იმას ქნეს რა ქვია შემოუტე ჯავაზე წასული ბრიგადა მოატრალი ტრიალებინა უგულავამ და იმან გოკა გაბაშვილმა და იქ ჩაიხოცა 52 ბატალიონი ყველაზე დიდი სხერბისადაცა და პასუხისგებლობას არ იღებენ უგულავ არ როგორ ძინავთ ამ ხალხს რა და ჩვენ ასე ტრასაზე უნდა დამდგარიყავით ცხინვალის ცენტრიდან იქნებოდა ტრიბუნით ჩართვა სააკაშვილის რომ აი ცხინვალს ვაკონტროლებთ 9 წყაროდან მაქვს ეს ყურაშვილი რო იყო კიდე იმ ხელაკაცი იმედი მქონდა რაღაცა სიზამს ყავს რომ 10 წუთით ადრე დაურეკეს და დაავალეს ეგრე გენერალი რო ამას ვერ იტყვის რა ღირსების განცდა ქონდა მაზმიაშვილს კვინი ესენი ვინ არის ჩანჩურები ესენი გოგავა გამოდის კიდე და ერთი ნამსაცი პასო დაზე რო არ გვიგვა იძახის ჩვენ ომი რუსთავაზე გვაქვს მოსაგებიო გოგავასთვის ომი იყო რუსთავაზე 7 ნოემბერში ეგ იყო მაგას მაგომის მოგება შეუძლია საკუთარ უიარაღო ხალხთან მარტო გული უნდა მოიფხანო რაც აი მანადგურებს იმიტომ რომ მინდოდა ბაქრაძე მიმეყვანა სტუდიაში ეთერში სადმე ან მაესტროში ვერაფრით რა თქმა უნდა ეხა სადმე ვარ დავით ბაქრაძე რო გამოდის და იძახის რომ ფიცალი აიღეთ და ისა რა ქვია კეტი ჩაარტყით და ის ტანკით კაცი შემოდის 200 ტანკით ეთერში აჩვენებ ფიცალი აიღეთ და ის და მე წადი ჩაიცვი ფორმა და ჩვენც ფიცალი დაიჭირე და თოფი და თუ არ გამოყვება კიდე ნახავ იმას მაგრამ ამის მერე იმალები კაბინეტში მე როცა გეუბნებიან იმის მაგივრად რომ თქვა რომ ბოდიში კონსტიტუციით მეორე კაცი ამ ქვეყანაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მე რასაც ინტერვიუ წავიღე გაზეთში კაცო ეხლა რა ხდებოდაო მანდო კიო ეგო ვთქვიო მან აი თბილისში რო შემოსულიყვნენო მე ფორმას ჩავიცმევდი და ავტომატს ავიღებდიო მაგიჟებს ეს ხო რა სენაკში ზუგდიდში მადაგასკარია თუ რა არის აი ხო შეგიძლია ამიტომ გეუბნებით რომ ვინც პოლიტიკოსებს რომ განსაკუთრებული პასუხისგებლობა გაქვთ ხო უნდა შეეძლოს აღიარება ეს უკვე შეცდომა არა ხალხი გაუშვათ თვითმკვლელობაზე